პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ სკანდალს შეეხება, მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე ლაშა აბაშიძე დავით პატარაიამ შეცვალა. ქართულმა მედიამ კი პატარაიას წარსული და 2007 წელს იმედის დარბევა გაუხსენა. მაშინ პატარაია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო. ის ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კომისიამ ტელეკომპანია იმედი ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში დაადანაშაულა. ბრალდებას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღესვე წერილობით უპასუხა. დოკუმენტს, რომლის მიხედვით ტელეკომპანია იმედი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს კონსტიტუციური წესრიგის მოშლაში დაადანაშაულეს, ხელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი დავით პატარაია აწერს. კომისიის გადაწყვეტილებაში, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრით თარიღდება, ნათქვამია. მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია ტელეიმედის მიერ გადაიცა ბადრი პატარკაციშვილის მიმართვა, რომელიც ქვეყანაში არსებული რეალობის ფონზე განხილულ უნდა იქნას როგორც უკანონო პროცესების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის აშკარა წაქესება, რაც წარმოადგენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის, კონსტიტუციური წესრიგის მოშლის დადგომის აშკარა პირდაპირ და არსებით საფრთხეს. დოკუმენტის ინტერნეტში გავრცელების შემდეგ საპასუხო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ კომუნიკაციების კომისიას იმედის საწინააღმდეგოდ სანქციების სასწრაფოდ გატარება მოსთხოვა, წევრებზე განხორციელდა ზეწოლა, თუმცა ამის მიუხედავად კომისიამ ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება არ მიიღო, რითაც ხელისუფლების მიერ იმედზე ზემოქმედებას იურიდიული საფუძველი გამოაცალა. შედეგად იმედის წინააღმდეგ ყველა ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა. ანალოგიური ვერსია აქვს გიორგი ფრუიძეს, რომელიც 2009 წლამდე მარეგულირებელი კომისიის წევრი იყო, თუმცა 7 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან საპროტესტო აქციაზე გაზით მოიწამლა. თუმცა სხვა წევრებისგან იცის, რომ იმ დღეს კომისიაში პროკურორი მურთაზ ზოდელავა რამდენიმე თანამშრომელთან ერთად შეიჭრა. ფრუიძე ამტკიცებს, რომ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დავით პატარაიამ მარეგულირებელი კომისიის წევრობაზე უარი თქვა. 7 ნოემბერს, როგორც მათი სიტყვებიდან ვიცი, ბატონი მურთაზ ზოდელავა სპეცრაზმთან ერთად, ასე ვთქვათ რა, მიიჭრა კომისიაში, მიიტანა გადაწყვეტილების პროექტი, სადაც უკვე გამზადებული გადაწყვეტილების პროექტი, რომლის მიღებასაც თხოვდა კომისიას. ეს არის ის დოკუმენტი, რომელთაც გარკვეულწილად ხელისუფლებამ ვთქვათ, ალიბად შეიქმნა, რათა განახორციელებინა ის, რაც მოხდა 7 ნოემბერს ტელეიმედში. იმედის საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს ყოფილი იმედელი გიორგი ახვლედიანი და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან ნაყოფიერად ითანამშრომლებს. იმედის კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კი მიიჩნევს, რომ კადრების შერჩევისას ხელისუფლებას პრობლემა აქვს. უპირკული ნამდვილად არის და საერთოდ არჩევდა ახალ ხელისუფლებას ის, რომ ნაციონალების ან მათთან დაახლოებული ადამიანების გარდა სხვა სუერავის ვერ პოულობს. ეს გადაწყვეტილება იღებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ და მის გარემოცვაში. ამიტომ თუ ოდესმე დაიწყება ამ საქმეზე გამოძიება და დღევანდელი ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს დაადგამს საშველს და 7 ნოემბერთან დაკავშირებით დაიწყებს გამოძიებას, დავით პატარაიას ჩვენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იყო თუ არა 2007 წელს კომისიის წევრებზე ზეწოლა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ გამოძიება ამ საკითხითაც უნდა დაინტერესდეს. აუცილებელია, რომ სამართალდამცავ ორგანოებმა ეს საქმე თავიდან ბოლომდე გამოიძიონ. და განსაკუთრებით საინტერესოა, ვისი დაორგანიზებით და ვისი ნებით მოქმედებდნენ იქ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ცხადია, ორი აზრი არ არის იმაში, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა პოლიტიკური მოტივი, ჩვენ მაშინაც და დღესაც გვაქვს ერთ და იგივე პოზიცია. და ცხადია იმედის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებში აშკარაა პოლიტიკური მოტივის არსებობა. დავით პატარაია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით 2014 წლის 19 ივნისს დაინიშნა.